მოგესალმებით. მე გახლავართ ეკა აკოპია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი. მინდა წარმოგიდგინოთ ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში. ეს კურსი ფოკუსირებულია 2022-2024 წლებში საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საქართველოში გადმოღების და ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან ჰარმონიზაციის პროცესზე. კერძოდ კი მე მინდა წარმოვადგინო სასწავლო კურსის ერთ-ერთი მოდული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და მასთან საქართველოს დაახლოება. იმისათვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს თანამედროვე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მიმოვიხილოთ ამ პოლიტიკის ფორმირების ისტორიული საწყისები. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელსაც მომავალში აკრონიმით CFSP მოვიხსენიებ, 1993 წელს მაასტრიხტის შეთანხმების ფარგლებში დაფუძნდა. ამ პოლიტიკის მიზნად ევროკავშირმა იმთავითვე განსაზღვრა მშვიდობის შენარჩუნება, საერთაშორისო უსაფრთხოების და თანამშრომლობის გაძლიერება, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა და განვითარება. ანუ ევროკავშირი იმთავითვე ჩამოყალიბდა როგორც ნორმატიული საგარეო პოლიტიკური აქტორი. აღსანიშნავია ასევე, რომ TEU, ანუ ხელშეკრულებამ ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირი სამსვეტიან სისტემას დააფუძნა. თითოეულ სვეტში სუპრანაციონალური და სამთავრობოთაშორისო პრინციპების განსხვავებული ბალანსი იყო წარმოდგენილი. მაგალითად, პირველი სვეტი შედგებოდა ევროპული საზოგადოებისგან, European Community, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა 1965-67 წლებში შერწყმის შედეგად მიღებულ საზოგადოებებს, რომელშიც შედიოდა ევროკავშირის, უпростоრად ევროპის ქვანახშირსა და ფოლადის საზოგადოება, ევროპული ეკონომიკური საზოგადოება და ევრატომი. ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღება ეფუძნებოდა უფრო მზეეროვნულ პრინციპს, ანუ გადაწყვეტილების მიღება დელეგირებული იყო მზეეროვნულ ორგანოებზე, როგორიც არის კომისია, ევროპარლამენტი და ასევე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ევროპულ სასამართლოს. ხოლო გადაწყვეტილების მიღება მეორე და მესამე სვეტში იყო უფრო ინტერგავერმენტალური, ანუ სამთავრობოთაშორისო პოზიციებს მეტად გამოხატავდა, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა ერთ სულოვნებით. მეორე სვეტი იყო ზუსტად CFSP სვეტი, ხოლო მესამე სვეტში შედიოდა მართლმსაჯულებასა და საშინაო საკითხებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია ასევე, რომ CFSP-ის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია Treaty on European Union-ში, რომელიც საფუძვლიანად განახლდა ლისაბონის შეთანხმებით 2009 წელს და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეძღვნება მეხუთე თავი, კონკრეტულად 22 და 46 მუხლები. ასევე ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება Treaty on the Functioning of the European Union, რომელსაც მომავალში საჭიროებისამებრ აკრონიმით TFU გამოვიყენებთ, ეხება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებს ზოგადად, მუხლებში 205-222 და ასევე მუხლებში 346-347. როგორც ვახსენეთ, მიუხედავად იმისა, რომ CFSP იმთავითვე ჩამოყალიბდა როგორც სამთავრობოთაშორისო პოლიტიკა, ანუ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ იყვნენ მზად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მოეხდინათ თავიანთი ეროვნული გადაწყვეტილების მიღების სადავეების დელეგირება. მიუხედავად ამისა, სამართლებრივი თვალსაზრისითაც ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა იმთავითვე ჩამოყალიბდა როგორც ევროკავშირის პოლიტიკა, თუმცა ის რამდენადმე განსხვავდებოდა აი მაგალითად პირველი სვეტის საკითხებისგან, სადაც ხშირად საკითხებში გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. მაგალითად, აღსანიშნავია TEU-ს 26 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საბჭო და კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უზრუნველყოფენ კავშირის
მოქმედების ერთიანობას, თანმიმდევრულობას და ეფექტურობას. ასევე 27 მუხლი აღნიშნავს, რომ უმაღლესი წარმომადგენელი წარმოადგენს კავშირს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში, ხოლო მას ეხმარება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური. 29 მუხლი ასევე აღნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ მათი პოლიტიკა თანხმობაში იყოს კავშირის პოზიციებთან. მას შესაბამე, დამატებით აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება TFEU მეორე მუხლი მოიხსენიებს CFSP-ს როგორც ევროკავშირის კომპეტენციას. მას შესაბამე შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ CFSP არ არის მხოლოდ ეროვნული საგარეო პოლიტიკური საკითხების ჯამი, CFSP უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაა. ევროკავშირის CFSP-ს გასააზრებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ CFSP ღირებულებითი პოლიტიკაა. მაგალითად, TEU-ს 21 მუხლი კონკრეტულად აკავშირებს ამ პოლიტიკას ღირებულებებთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ევროკავშირის შექმნის ფუნდამენტს. 21 მუხლი ამბობს, რომ კავშირის მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე ნაკარნახევი იქნება იმ პრინციპებით, რომელიც წარმოადგენენ თავად კავშირის შექმნის განვითარებისა და გაფართოების ინსპირაციას და შემდგომ უკვე ჩამოთვლილია ის ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებების უნივერსალურობა და განუყოფლობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპები და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა. CFSP-ს ღირებულებითი საფუძვლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში ევროკავშირის ხელშეკრულების მეორე მუხლი წარმოადგენს იმ ფასეულობების ჩამონათვალს, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა, ხოლო ევროკავშირის შეთანხმების 59 მუხლი განსაზღვრავს გაფართოების წესს, ანუ საფუძველს და პირდაპირ აკავშირებს გაფართოებას ევროპულ ღირებულებებთან. 59 მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც პატივსცემს მეორე მუხლში ხსენებულ ფასეულობებს და მათი ხელშეწყობის ერთგულია, შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მას შესაბამე გაწევრების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დემოკრატიის კრიტერიუმები, ეგრეთ წოდებული კოპენჰაგენის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი და დემოკრატიული კრიტერიუმების ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, არის ღირებულებები. იმისათვის, რომ კარგად დავახასიათოთ, როგორი ძალა ევროკავშირი გლობალურ არენაზე, მნიშვნელოვანია რამდენიმე ინდიკატორი მიმოვიხილოთ, ხო, რაც წარმოადგენს მაგალითად ძალის ტრადიციულ კომპონენტებს. პირველ რიგში მოსახლეობა. მოსახლეობის თვალსაზრისით ევროკავშირის 27 ქვეყანა ჯამურად წარმოადგენს 458,8 მილიონ ადამიანს, ბოლო მონაცემებით. რაც შეეხება ეკონომიკას, ევროკავშირის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის მე-6-დია. 2023 წლის კუმულაციური მონაცემებით მისი GDP იყო თითქმის 19 ტრილიონი, ევრო სიდიდით მეორე სარეზერვო ვალუტაა და ბოლო კუმულაციური მონაცემებით ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყო 0.2%. წარსულში რა თქმა უნდა ზრდა ყოფილა უფრო მაღალი, მაგალითად წინა წლებში 5-6%-ის ფარგლებში და ამ ზრდის შემცირებაზე რა თქმა უნდა ზემოქმედებს გლობალური სანქციები, რომელიც ძირითადად რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და რომელიც იწვევს ეკონომიკური ურთიერთქმედების შევიწროვებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროკავშირი როგორც ნორმატიული აქტორი წინააღმდეგობას უწევს და ცდილობს შეაკავოს რუსეთი. ამიტომ ეს მის ეკონომიკურ ზრდაზეც ბუნებრივია აისახება. სხვა მხრივ პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირს აქვს წარმომადგენლობა დიდ შვიდეულში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და გაეროში. რაც შეეხება ევროკავშირის როგორც აქტორის ბუნებაზე, ანუ რა ტიპის აქტორი არის გლობალურ არენაზე, მას ძირითადად განიხილავენ როგორც
ნორმატიულ ძალას, ანუ ძალას, რომელიც უფრო მეტად ფოკუსირებულია საგარეო დასარტყმების პოლიტიკაში, ადამიანის უფლებებზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საერთაშორისო სამართალზე, ნორმებზე, პრინციპებზე და თამაშის სამართლიან წესებზე, მათ დაცვაზე და კრიზისების პრევენციაზე ან მშვიდობიან ტრანსფორმაციაზე. ევროკავშირი ასევე არის უფრო სამოქალაქო ძალა, ვიდრე სამხედრო ძალა. მას ამ დროისთვის უკვე აქვს კონსოლიდირებული ერთიანი საპოლიციო და ჰუმანიტარული სამოქალაქო მისიები. გეოპოლიტიკურად ითვლება, რომ ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, თუმცა ჯერჯერობით მაინც ძირითადი ფოკუსი აქვს რეგიონზე და სამეზობლოზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკაში წარმოადგენს ორგანო, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს იმაზე, თუ როგორი საგარეო პოლიტიკური აქტორია ევროკავშირი. მაგალითად, ვაჭრობაში ევროკავშირი მსოფლიო იმპორტისა და ექსპორტის თითქმის 15%-ს წარმოადგენს. ასევე განვითარების დახმარებაში, მაგალითად, ევროკავშირმა სულ ბოლო მონაცემებით, კონსოლიდირებული მონაცემები, რაც არის შეგროვებული, 2021 წელს თითქმის 70 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ადამიანის უფლებების მიმართულებით ევროკავშირმა 2022 წელს 6600-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინა მხარდაჭერა ავტორიტარულ თუ დიქტატორულ რეჟიმების წინააღმდეგ. ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით ევროკავშირმა 2023 წელს 1.7 მილიარდი ევრო დახარჯა. ევროკავშირი არის მოწინავე ქვეყანა კლიმატის ცვლილებების პოლიტიკების და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მიმართულებით. ევროკავშირი არის გლობალური დაკავშირებადობის ლიდერი ქვეყანა და COVID-თან ბრძოლაშიც ევროკავშირი იყო ლიდერი საერთო პოლიტიკების და ევროკავშირის შემომავალი ქვეყნების დახმარებაში COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე აღსანიშნავია, რომ EAS-ი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, გახლავთ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური და შემდგომ სლაიდებზე ძალიან დეტალურად მიმოვიხილავ, რას წარმოადგენს EAS-ი, როდის შეიქმნა და ასე შემდგომ. უბრალოდ ამ ეტაპზე, ამ ინფოგრაფიკის მეშვეობით აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, შტაბ-ბინაში და ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაახლოებით 6000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამათგან წევრი სახელმწიფოებიდან 400-ზე მეტი არის წარმოდგენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ EAS-ის თანამშრომლებში 59% წარმოადგენს ქალს. ევროკავშირი არის უსაფრთხოების მიმწოდებელი, მას ჯერჯერობით მცირე არმია ყავს, 5000-ზე ცოტა მეტი ჯარისკაცი შედის ევროკავშირის საერთო სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ ჯამში ევროკავშირი ამ დროისთვის სამ კონტინენტზე 21 სამოქალაქო და სამხედრო მისიას და სამშვიდობო ოპერაციას მართავს. აღსანიშნავია ასევე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებსა და კრიზისებთან დაკავშირებით ევროკავშირს ჰყავს 9 სპეციალური წარმომადგენელი და მთლიანობაში მთელ მსოფლიოში ევროკავშირს აქვს 145 დიპლომატიური წარმომადგენლობა. როდესაც საუბრობთ ევროკავშირზე, როგორც საგარეო პოლიტიკურ ძალაზე გლობალურ არენაზე, არსებობს სულ მცირე ორი მსოფლმხედველობა თუ შეხედულება. პირველი შეხედულების მიხედვით, ევროკავშირს ნაკლები აქვს სამხედრო ძალაუფლება, ამიტომ საგარეო პოლიტიკაში ის ხშირად ეყრდნობა, ან ზედმეტად ეყრდნობა ნორმატიულ ძალაუფლებას, რაც ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების პირისპირ. მაგალითად 2008 წელს საქართველოში რუსეთის უკანონო შეჭრა, უკრაინაში ყირიმში შეჭრა და ყირიმის ანექსია, მთიანი ყარაბაღის
კონფლიქტი და აზერბაიჯანის ქმედებები, თუ სირია 2015 წლიდან თუნდაც დღემდე, თუ უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის უკანონო სამხედრო შეჭრა და სამხედრო მოქმედებები, რომელიც დღემდე გრძელდება და გლობალურ პოლიტიკას ასანზარებს, თითოეულ ამ გამოწვევასთან მიმართებით ავტორთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირის შესაძლებლობები არასაკმარისი და არაეფექტურია. თუმცა არსებობს მეორე ბანაკიც, რომლებიც თვლიან, რომ საგარეო საქმეებში ევროკავშირი ისეთ შესაძლებლობებს იყენებს, რომ პირიქით შემოიტანოს განსხვავებული კულტურა გლობალურ არენაზე სახელმწიფოთა შორისი მოქმედებებში, ისეთი სტანდარტები და ნორმები დაამკვიდროს, რომელიც ორიენტირებულია არა ინტერვენციონიზმზე, ოპორტუნიზმზე, ძალის პროექციაზე, არამედ ორიენტირებულია კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე და გადაწყვეტის ისეთ მექანიზმებზე, რომელიც არის უფრო ეფექტური, უფრო ინკლუზიური და აქვს უფრო გრძელვადიანი მიდგომა, ვიდრე ეს შეუძლია ხის სამხედრო ძალას და სამხედრო შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, როგორი აქტორია დღეს ევროკავშირი, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ზოგიერთ ისტორიულ წინამძღვრებს. გასული საუკუნის 70-იან წლებში პოპულარული იყო ჰენრი კისინჯერის ფრაზა, ვის დავურეკო, როდესაც მსურს ვესაუბრო ევროპას. საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტულ წრეებში გავრცელებული არის მოსაზრება, რომ 2009 წლიდან ეს პრობლემა რამდენადმე გადაიჭრა, იმიტომ რომ ლისაბონის ხელშეკრულებამ ევროკავშირს მიანიჭა იურიდიული სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს უკვე შეეძლო გაეფორმებინა საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეერთებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ემოქმედა როგორც ერთიან აქტორს საერთაშორისო ასპარეზზე. ამას დაემატა ისიც, რომ 2010 წლიდან შეიქმნა და 2011 წლიდან უკვე ოფიციალურად ფუნქციონირება დაიწყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და ასევე გაძლიერდა უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია და უფლება მოვალეობები. აღსანიშნავია, რომ ეს პოზიცია 2019-2024 წლებში ეპყრო იოზეფ ბორელს, ხოლო 2024 წლის 1 დეკემბრიდან უმაღლესი წარმომადგენელი გახლავთ კაია კალასი. ეხლა მინდა დეტალურად განვიხილოთ, რას წარმოადგენს ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური. ლისაბონის ხელშეკრულებამ ამ სტრუქტურას ორმაგი დატვირთვა მისცა. პირველ რიგში წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკების კოორდინაცია და მეორე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირება და მისი მესაჭეობა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესავალში ვთქვით, ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა ჩამოყალიბდა როგორც მეორე სვეტის, ანუ სახელმწიფოთა შორისი, ანუ მთავრობათა შორისი პოლიტიკების სფერო და სახელმწიფოები ერიდებიან საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების შესუსტებას და ეროვნული გადაწყვეტილების მიღების დელეგირებას, ძალიან რთული საქმეა ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობაც და მესაჭეობაც, მაგრამ 2009 წლიდან საგარეო ქმედებათა სამსახურმა ეს მანდატი მიიღო. დამატებით, უმაღლეს წარმომადგენელს, იგივე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევალება ამ სფეროში თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა და ამავდროულად ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლობა. ანუ ის წარმოადგენს ევროკავშირს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი წარმომადგენელი უკვე თავმჯდომარეობს საგარეო საქმეთა საბჭოს, Foreign Affairs Council-ს და ასევე ისწრაფვის საგარეო პოლიტიკაში კონსენსუსისკენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არის წინაპირობა იმისა, რომ უფრო მეტი საერთო ევროკავშირის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ სფეროში. აღსანიშნავია, რომ EAS-ს აქვს ორმაგი მანდატი, ერთის მხრივ კომისიის და მეორეს მხრივ საბჭოსი, რაც უკვე არის ნელ-ნელა ტენდენცია იმისკენ, რომ CFSP სულ უფრო და უფრო გადადის პირველი სვეტის
დომენში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთსულოვნებაზე დაფუძნებული ნაკლებად ხდება და იზრდება სუპრანაციონალური ტენდენცია ამ სფეროშიც. თუ როგორ ამას მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ. შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონის ხელშეკრულების შემდგომ EAS-მა შეავსო ის ინსტიტუციური ხარვეზი, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციაში მანამდე არსებობდა, რომელიც იყო მთლიანად სახელმწიფოთა შორისი, შესაბამისად მიიღებოდა საერთო გადაწყვეტილებები ძალიან იშვიათად და რთულად და EAS-ი უკვე ინსტიტუციური შესაძლებლობა არის, რომ ხელის შეწყობა მოხდეს საერთო გადაწყვეტილებებისთვის, რაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია 27 ქვეყნის პირობებში, ეხლა მეტად არის შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც უმაღლესი წარმომადგენლის, ასევე მისი საგარეო ქმედებათა სამსახურის ფუნქციებიც გაიზარდა. მაგალითად, მათი ერთ-ერთი ფუნქცია არის კომისიის და საბჭოს პოზიციების და ქმედებების თავსებადობის უზრუნველყოფა, ანუ სუპრანაციონალური და ინტერგოვერნმენტალური დაძაბულობის და წინააღმდეგობების შეძლებისდაგვარად მართვა. აღსანიშნავია, რომ EAS-ი დიპლომატიური სამსახურია, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან თუ დიპლომატიური უწყებებისგან. ასევე ის განსხვავდება თვითონ ევროკავშირის შიგნით არსებული სხვა ინსტიტუტებისგან, მაგალითად კომისია, სასამართლო და ასე შემდგომ, ხო? ანუ ის არ არის სრულფასოვანი ინსტიტუტი, მაგრამ არის ფუნქციურად ავტონომიური ორგანო. აღსანიშნავია ასევე, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტაფის დიდი ნაწილი მოდის ევროკომისიის საბჭოს სამდივნოსგან, მაგრამ ასევე ნაწილი მოდის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან. ეს გახლავთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობა, ეგრეთ წოდებული კაპიტალი ან სამკუთხა შენობა, რომელიც მდებარეობს შუმანის მოედანზე ბრიუსელში. თქვენს წინაშე წარმოდგენილი არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ორგანიგრამა. რა თქმა უნდა, ორგანიზაციას ხელმძღვანელობს უმაღლესი წარმომადგენელი და ვიცე-პრეზიდენტი. მას ექვემდებარება გენერალური მდივანი და სხვადასხვა დირექტორატები. მე საქართველოსთან მიმართებით უფრო ახლოდან ვნახავთ, როგორ არის განაწილებული ფუნქციები EAS-ში რეგიონული თუ სხვა ფოკუსის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ეს განყოფილება აკვირდება ევროკავშირს საქართველოს შორის ურთიერთობების დინამიკას, შეიმუშავებს პოლიტიკებს, გასცემს რეკომენდაციებს შესაბამის ორგანოებზე. სხვა ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით ევროკავშირი არა უბრალოდ გლობალური აქტორი, არამედ არსებობს ოფიციალური პირების პრაქტიკა და ურთიერთქმედებები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ინსტიტუციურ გარემოში ახდენენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკების აქტუალიზაციას, რეიფიკაციას და ვიზუალიზაციასაც. ამ სლაიდზე წარმოგიდგენთ იმ ორგანოებს, რომლებშიც განიხილება CFSP-სთან დაკავშირებული საკითხები. უპირველესად აღვნიშნავ, რომ CFSP სფეროში გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში, ანუ Foreign Affairs Council, საგარეო ქმედებების საბჭო. თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ საბჭომდე სანამ საკითხი მივა, საკითხების 90% თანხდება ქვედა დონის ორგანოებში. მაგალითად, საკითხების 70% სამუშაო ჯგუფის დონეზე თანხდება, 15-დან 20%-მდე კი მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე. მოდით თითოეული ორგანოს მუშაობის სპეციფიკა განვიხილოთ თანმიმდევრულად. პირველ რიგში განვიხილოთ ყველაზე ქვედა დონის ორგანო, რომელშიც განიხილება CFSP-სთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის საბჭოს სამუშაო ჯგუფები.
150-ზე მეტი მოსამზადებელი ორგანო, ასეთი მოსამზადებელი ორგანო ფუნქციონირებს, თუმცა CFSP-ის საკითხებზე დაახლოებით 30 სამუშაო ჯგუფი არსებობს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე, განსაკუთრებით CFSP-ის სფეროში. ძალიან ბევრი აქტიური სამუშაო ჯგუფია CFSP-ის მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფი, ეგრეთ წოდებული PMG, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფი, ეგრეთ წოდებული COEST-ი, აფრიკის სამუშაო ჯგუფი, COAFRI, ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფი, COHOM-ი და საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფი, RELEX-ი, რომელიც ერთ-ერთი აქტიური და მნიშვნელოვანი ჯგუფია, იმიტომ რომ მუშაობს ევროკავშირის სანქციებზე. ასევე ძალიან აქტიური და მრავალრიცხოვანი შედეგებით გამორჩეული ჯგუფია COEST-იც, ანუ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩვენც შევდივართ და ასევე შედის რუსეთი და რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ძალიან გახშირებული არის სამუშაო შეხვედრები და დატვირთულია სამუშაო ამ ჯგუფში. მაგალითად 2014 წელს COEST-მა 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა რუსეთზე სანქციების დაწესების პროცესში და ამ რთულ საკითხზე მსჯელობის დროს წარმოიშვა ბევრი ახალი პროცედურული წესი, რამაც კიდევ უფრო განავითარა CFSP-ის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის და კონსენსუსზე ორიენტირების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ამას ვამბობ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყოველთვის ჰქონდათ ძალიან ეროვნული ექსკლუზიური დამოკიდებულება რუსეთთან, განსაკუთრებით რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების პირობებში და მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 27 ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ეროვნული პოლიტიკების კოორდინაცია და კონსენსუსზე გასვლა, თუნდაც რუსეთზე სანქციების დაწესების თვალსაზრისით, რამხელა დიპლომატიურ ძალისხმევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შემდგომი ყველაზე გავლენიანი ორგანო, სადაც განიხილება CFSP-სთან დაკავშირებული საკითხები, გახლავთ პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც ნოყიდია როგორც PSI, ან მისი ფრანგული აკრონიმის COPS-ის სახელით. PSI ყოველდღიურ სამუშაოებს ასრულებს და ის ამზადებს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთვის ყოველთვიური შეხვედრისთვის სხვადასხვა საკითხებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებს, რომელთა გადაჭრა ვერ მოხდა ქვედადონის სამუშაო ჯგუფებში. PSI-ს აქვს საკმაოდ დიდი და ფართო პორტფელი და ეს პორტფელი საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე დღითიდღე იზრდება. აღსანიშნავია ასევე, რომ 2009 წლიდან PSI-ს მუდმივად თავმჯდომარეობს EAS-ის წარმომადგენელი, რაც მეტად ზრდის საგარეო და პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიღების სუპრანაციონალურ ბუნებას. ხშირად არის, რომ PSI-ის თავმჯდომარე წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის პოზიციებთან და ხშირად ესეთი EAS-ის თანამონაწილეობა ხდება უთანხმოების ან დაძაბულობის წყარო, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ვინაიდან EAS-ი არის სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარე, დღითიდღე იზრდება EAS-ის როლი პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში დღის წესრიგში საკითხების ფორმირების და უფლებამოსილებების მიმართულებით. COREPER 2 ეს არის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი, რომელშიც შედიან წევრი ქვეყნების ელჩები ევროკავშირში. წარსულში უფრო ესე იყო როლები გადანაწილებული, რომ PSI ძირითადად წყვეტდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს, ხოლო COREPER-ი მუშაობდა ECOFIN-ის, GHA-ის, ანუ მართლმსაჯულების, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის და ზოგადი საქმეების პორტფელებზე,
მაგრამ საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რაც უფრო იზრდება ევროპული საბჭოს დაინტერესება საგარეო პოლიტიკური საკითხებით, მაგალითად ეს ეხება მიგრაციას, ეს ეხება რუსეთის აგრესიას ან ევროკავშირის გაფართოების საკითხებს, მით უფრო იზრდება კორეპერის როლი, რადგან პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი პირდაპირ ევროპულ საბჭოსთან არ მუშაობს, ის უფრო ევროკავშირის საბჭოსთვის ამზადებს საკითხებს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ევროპული საბჭოს როლის ზრდასთან ერთად შედარებით შემცირდა ევროკავშირის საბჭოს და შესაბამისად პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის როლი და გაიზარდა კორეპერის როლი. აღსანიშნავია ასევე, რომ ბოლო წლებში კორეპერის გააქტიურებამ CFSP-ის მიმართულებით წარმოშვა გადაწყვეტილების მიღების ახალი სტილი, რომელსაც ერთ-ერთი ავტორი, ლუისი, ახასიათებს როგორც 5 კომპონენტისგან შემდგარ ტენდენციას, რომელიც მოიცავს დიფუზიურ ურთიერთგაგებას, მაღალ ნდობას, ურთიერთპასუხისმგებლობას, კონსენსუსის რეფლექსს და კომპრომისის კულტურას. ეს ყოველივე კი მიუთითებს იმაზე, რომ რაც უფრო ხშირად განიხილავენ წევრი სახელმწიფო ქვეყნების ელჩები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკებს ერთობლივად, მით უფრო ფართოვდება გადაწყვეტილების კოორდინაციის და კონსენსუსზე ორიენტირების პრაქტიკა. შესაბამისად, არაერთი ისტორიული გამოწვევის მიუხედავად, როდესაც ითვლებოდა, რომ ევროკავშირს არ ჰქონდა ერთიანი საგარეო პოლიტიკური ხედვა და არ შეეძლო ერთობლივი ქმედებების განხორციელება, ბოლო დეკადაში და ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ფართოვდება საგარეო და უსაფრთხოების იდენტობა და გადაწყვეტილების მიღების კულტურა. დღესდღეობით ევროკავშირში არის ეს მძლავრი ტენდენცია, რომ რაც შეიძლება მეტ საკითხზე მოხდეს კონსენსუსის პოვნა. ხოლო როდესაც კონსენსუსის პოვნას რთულია წევრი სახელმწიფოების განსხვავებული პოზიციების გამო, ასეთ სიტუაციებში კიდევ უფრო იზრდება კონსენსუსის პოვნისკენ მიმართული დინამიკა და პრაქტიკა. მაგალითად, ბოლო წლებში ძალიან გართულებულია კომუნიკაცია სხვადასხვა ჰორიზონტალურ საკითხებზე, როგორც არის ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები, კანონის უზენაესობა, მათ შორის ევროკავშირის შიგნით დეევროპეიზაციის ტენდენციების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება უნგრეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ან წარსულში ბოლო არჩევნებამდე პოლონეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ახლა შევხედოთ, რა ინსტრუმენტები არსებობს საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელში, რომ წარმართოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. EU-ს 25 მუხლი განსაზღვრავს CFSP-ის ინსტრუმენტებს, როგორც ერთი ზოგადი ჩარჩოების დაწესების შესაძლებლობას, ან გადაწყვეტილებების მიღებას, ან დისიჟენების მიღებას, რომლებიც განსაზღვრავენ საერთო ქმედებებს, საერთო პოზიციებს, ან პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის საჭირო საერთო ღონისძიებებს. ასევე საგარეო ქმედებათა სამსახურს ევალება წევრ სახელმწიფოებს შორის CFSP-ის სფეროში სისტემატიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი მსხვილი აქტორია საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, რა თქმა უნდა, მაღალი არის მოლოდინები, რომ ევროკავშირი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზეც ერთი ხმით ისაუბრებს. თუმცა ერთი ხმით საუბარი ძალიან რთულია და ხშირად იჭედება სხვადასხვა საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღება მთლიანად დამოკიდებულია თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესზე და ეროვნულ ნება-სურვილზე. მაგალითად, წარსულში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ძალიან მაღალი იყო მოლოდინი, საერთაშორისო აზრი, ადგილობრივი თუ მედია და პროფესიული საზოგადოებების მოსაზრება და მოთხოვნა ევროკავშირის ერთიან ქმედებაზე, მაგრამ ასეთი ქმედებები ვერ თანხმდებოდა სხვადასხვა წევრი ქვეყნის განსხვავებული პოზიციების გამო. მაგალითად,
ბელარუსში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირს გაუჭიანურდა სანქციების დაწესება მაშინ, როდესაც რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ინდივიდუალურად შემოიღო ასეთი სანქცია. ყოფილა შემთხვევები, რომ კვიპროს დაუბლოკავს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, იმიტომ რომ ცდილობდა ამ საკითხის დაკავშირებას მისთვის საინტერესო საგარეო პოლიტიკურ საკითხთან, ანუ ითხოვდა მაგალითად თურქეთზე სანქციების დაწესებას ხმელთაშუა ზღვაში წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების დაწყების გამო და ამ საკითხზე სხვა წევრი სახელმწიფოების დათანხმების მოტივით მათთვის საინტერესო საკითხებს ბლოკავდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაგალითად საბერძნეთს, უნგრეთს, სლოვენიას და ხორვატიას დაუბლოკავთ ან წინააღმდეგობა გაუწევიათ ევროკავშირის სახელით ჩინეთთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად ვენესუელა ბლოკავდა განცხადებებს, უბრალოდ იტალია ბლოკავდა განცხადებებს ვენესუელაზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლონეთს და ბულგარეთს დაუბლოკავთ განცხადება ევროკავშირის და არაბული ქვეყნების სამიტის თაობაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნიდერლანდები, უნგრეთი, ავსტრია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიაც ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ რუმინეთსა და ბულგარეთის გაწევრიანებას შენგენის ზონაში. მაგალითად დღესაც არის უამრავი საკითხი, სადაც სასურველია ევროკავშირის მეტი ერთიანობა, მაგრამ ვერ ხერხდება, ხო? განსაკუთრებით კარგი საილუსტრაციო მაგალითი არის ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთისადმი. ევროკავშირმა სერიოზული პრევენციული ზომები რუსეთისადმი მხოლოდ 2014 წლის შემდგომ შემოიღო, მანამდე უფრო ჭარბობდა ინდივიდუალური სახელმწიფოების ინტერესები, განსაკუთრებით რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ფონზე და ისინი ცდილობდნენ ამ ინტერესის დაცვის მოტივით არ გაეკეთებინათ ევროკავშირის სახელით საერთო განცხადებები, თან გადაედგათ მკაფიო ნაბიჯები და წინააღმდეგობას წევდნენ კოესტში იქნებოდა, რელექსში იქნებოდა თუ კორეპერში თუ საბჭოში CFSP-ის სფეროში რუსეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს რუსეთის მიმართ გადამჭრელი ზომების გამოყენებაზე. თუმცა ეს რეალობა შეიცვალა, როდესაც უკვე ძალიან თვალსაჩინო გახდა რუსეთიდან მომავალი საფრთხე და რუსულმა ქმედებებმა უკვე ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს შეუქმნა საფრთხე და მათ შორის შექმნა გეოპოლიტიკური საფრთხე ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო ევროკავშირმა სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ და 2022 წლიდან უკვე მასშტაბური სანქციები დაუწესა. CFSP სფეროში გადაწყვეტილების მიღების დინამიკას კარგად აჩვენებს მოცემული გრაფა, რომელიც ერთ-ერთი გერმანული think tank-ის შედგენილია. ეს გრაფა ეხება 2009 წლიდან 2023 წლის პერიოდს და გადაწყვეტილებები, ანუ საერთო გადაწყვეტილებები დალაგებულია 4 თემატიკის მიხედვით. ლურჯ ფერში ვხედავთ სანქციებს და სანქციების მიმართულებით ვხედავთ, რომ განსაკუთრებით სანქციების რაოდენობა გაიზარდა 2021 წლიდან და პიკს მიაღწია 2022 წელს, რაც რა თქმა უნდა უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასევე დაახლოებით სტაბილური ესეთი ჰორიზონტალური დინამიკა არის ევროკავშირის სხვადასხვა სამოქალაქო და საპოლიციო მისიებთან დაკავშირებით მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თლიანად 2009 წლიდან 2023 წლის ფარგლებში ასეთი სულ 612 გადაწყვეტილება არის მიღებული ერთობლივი, ხოლო 2023 წელს ეს იყო 55 გადაწყვეტილება. ასევე ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში 13 ასეთი გადაწყვეტილება იქნა 2023 წელს მიღებული და პესკოს ფარგლებში, ანუ პერმანენტული სტრუქტურირებული თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე და თავსებადობის გაზრდაზე არის ორიენტირებული, ჯამში 2017 წლიდან 2023 წლამდე 31 გადაწყვეტილება იყო მიღებული. ხო, ანუ ეს სურათი კარგად აჩვენებს ტენდენციას, რომ ჯერ ჩნდება ინიციატივა 27 ქვეყნის დონეზე რიგ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის თაობაზე და ეს ტენდენცია ნელ-ნელა იკრებს ძალას, ტემპს და ფართოვდება.
როდესაც ევროკავშირის ფარგლებში CFSP-ზე ერთი ხმით საუბრის პრობლემებზე ვსაუბრობთ, თითქმის ყოველთვის იგულისხმება ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რომელიც გახლავთ ერთსულოვნების პრინციპი და ეს პრინციპი გაწერილია TEU-ს 24 მუხლში. თუმცა არსებობს გამონაკლისები, არც ისე ხშირად იყენებენ ამ გამონაკლისებს, თითქმის არ იყენებენ, შეიძლება ითქვას, მაგრამ ერთ-ერთი პირველი გამონაკლისი გახლავთ ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული თავის შეკავება. ანუ თუ ერთი რომელიმე ქვეყანა თავს შეკავებას ფორმალურად დააფიქსირებს, ის სახელმწიფო არ არის ვალდებული შეასრულოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ხელს არ უშლის საერთო გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა არსებობს აქვე დამატებითი დათქმა, თუ წევრი ქვეყნების 1/3 იკავებს თავს საკითხის გადაწყვეტისგან და ამავდროულად წევრი ქვეყნების 1/3 წარმოადგენს ევროკავშირის მოსახლეობის 1/3-ს, მაშინ გადაწყვეტილება კონსტრუქციული თავის შეკავების პირობებშიც კი არ მიიღება. ანუ ხელშეკრულების დონეზე მაქსიმალურად დაცულები არიან წევრი სახელმწიფოები, რომ გაატარონ საკუთარი ეროვნული ინტერესები და მინიმიზებული იყოს ამ ინტერესების დაბალანსება საეროვნული, სუპრანაციონალური მიზნიდან გამომდინარე. გადაწყვეტილების მიღების ერთსულოვნების წესიდან კიდევ მეორე შესაძლო გამონაკლისი არის ეგრეთ წოდებული პასარელის დებულება, ანუ ეგრეთ წოდებული დერეფნის დებულება, რომლის იდეა თავიდანვე გახლდათ ის, რომ მესამე საყრდენიდან შეიძლებოდა საკითხები ამ ერთგვარი დერეფნის მეშვეობით მოხვედრილიყო პირველ საყრდენში, პირველ სვეტში, მესამე და მეორე საყრდენიდან. ეს დებულება შენარჩუნდა ლისაბონის ხელშეკრულებაში და 31 მუხლი ამბობს, რომ ევროპულ საბჭოს, ანუ სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებით დაკომპლექტებულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ჩატარდეს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის ფორმატით იმ საკითხებზე, რომელიც არ არის დაკონკრეტებული 31 მუხლის მეორე პუნქტში, მაგრამ გადაწყვეტილება ამის მოთხოვნის შესახებ უნდა იქნას მიღებული ერთსულოვნად. ანუ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გამოყენებულ იქნას ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა ევროკავშირის საბჭოში, უნდა მიღებულ იქნას ერთსულოვნად ევროპულ საბჭოში. ამ ფორმით გადაწყვეტილება არასდროს არ ყოფილა მიღებული CFSP-სთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა ევროპულ საბჭოში ვეტოს დაძლევა ამასთან დაკავშირებით. თუმცა ზოგიერთ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან ან ESDP-სთან დაკავშირებით შეიძლება მიღებულ იქნას საბჭოში QMV-ის გამოყენებით, ანუ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის გამოყენებით. თუმცა აქაც არის ერთგვარი შემაკავებელი დათქმები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იქნას ეროვნული, სუვერენული პოზიციები ამ სფეროში. მაგალითად, 31 მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია მუხრუჭის გამოყენება ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რის მერეც უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა სცადოს სხვა გამოსავალის პოვნა. და თუ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა ვერ მოხერხდება, წევრი ქვეყნები უკვე ისევ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენებით უყრიან კენჭს საკითხს, რომ საკითხი დაუბრუნდეს ევროპულ საბჭოს, სადაც უკვე გადაწყვეტილება ისევ და ისევ უბრუნდება ერთსულოვნების პრინციპს. ეს ყოველივე აჩვენებს, რომ გამონაკლისის წესის მისადაგება ერთსულოვნების პრინციპისადმი ძალიან იშვიათი და უჩვეულო არის ევროკავშირის საბჭოში და ძალიან ცოტა შემთხვევებში გამოიყენება, თუმცა რაც უფრო იზრდება საგარეო და პოლიტიკის ავანსცენაზე გამოწვევები, ევროკავშირისადმი გეოპოლიტიკური გამოწვევები,
მით უფრო მეტი ზეწოლა არის იქითკენ, რომ გახშირდეს კონსტრუქციული თავისშეკავების ან თუნდაც ამ დერეფნის დებულებების გამოყენება ევროკავშირის. მაგალითად, 2023 წლის 11 ივლისს ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია, რომელშიც ხაზს უსვამდა ევროკავშირის ხელშეკრულებებში არსებული დერეფნის დებულების გამოყენების პრაქტიკის გაფართოებას და ხაზს უსვამდა იმას, რომ საჭიროა დერეფნის დებულების მეშვეობით ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით მოხდეს გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება შემდეგ სფეროებში და ჩამონათვალი არის გაკეთებული, რომელშიც პირველ ადგილას მოხსენიებულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ასევე ფისკალური პოლიტიკა და დაბეგვასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკასთან და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდგომ. თუმცა ვიცით, რომ ამ დრომდე ევროპარლამენტის ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის და მყარად ნარჩუნდება ევროკავშირის საბჭოში CFSP-სთან დაკავშირებული საკითხების ერთსულოვნების პრინციპით გადაჭრის პრაქტიკა. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება დებატები ევროკავშირის რეფორმირებაზე და ამ საკითხს ეხმიანებიან მოწინავე პოლიტიკოსები. მაგალითად, 2022 წელს ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ზოგადად შენელებული პროცესი ევროკავშირის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ძალიან ხშირად თუნდაც მარტივი განცხადებები, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეხება, ფერ ხდება, იმიტომ რომ ისინი აყვანილია ხოლმე მძევლად სულ სხვა მოტივებით, ვიდრე კონკრეტული განცხადებების ფოკუსია და ასევე ახსენა, რომ როდესაც წევრი სახელმწიფოები კითხვებს სვამენ, რატომ არის ევროპა ასეთი ნელი, პირიქით შეუბრუნა საკითხი და მოუწოდა მათ, რომ იყვნენ გაბედული და ბოლოს გადავიდეს ევროკავშირი ხმის მიცემის კვალიფიციური უმრავლესობის წესზე ყველა საკვანძო საკითხში. ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმირების დღის წესრიგში განსაკუთრებით აქტუალურია კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხი და არსებობს სხვადასხვა შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქტუალური და სასარგებლოა გადავიდეს ევროკავშირი ხმის მიცემის ერთსულოვნების წესიდან ხმის მიცემის კვალიფიციური უმრავლესობის წესზე იმ საკითხებში, სადაც ტრადიციულად გადაწყვეტილებები ინტერგოვერნმენტალური, ანუ სამთავრობოთა შორისო პრინციპით მიიღება. თავდაპირველად ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოების პოზიციები იყო, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო შენარჩუნებული სახელმწიფოს სუვერენული ნება ევროკავშირის შიგნით, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და სხვა დიდი მსხვილი ევროპული სახელმწიფოები ამ მოსაზრებას ემხრობოდნენ, თუმცა რაც უფრო გაიზარდა ევროკავშირის წევრობა და ასევე გაიზარდა საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, რაც ევროკავშირისგან უფრო სწრაფ და ხშირ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მით უფრო აქტუალური გახდა ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები და დღესდღეობით უკვე გერმანია უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამავდროულად საფრანგეთი, ნიდერლანდები და სხვა დიდი ევროპული სახელმწიფოები უფრო მეტად იხრებიან და ადვოკატირებენ ხმის მიცემის კვალიფიციური უმრავლესობის წესზე გადასვლას. თუმცა ამ დებატებში აღსანიშნავია ამ წესის ცვლილებასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი საკითხები. დადებით ფაქტორებს შორის განიხილება ის, რომ ქიომბის პირობებში ევროკავშირი შეძლებს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები, შეძლებს იზოლაციაში მოაქციოს პოტენციური ტროას ცხენი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ერთი ქვეყანა, რომელიც თქვა დანარჩენი 26 ქვეყნის ნების წინააღმდეგ მიდის და მძევლად აღყავს საკითხი, ასევე ევროკავშირი ქიომბიზე გადასვლით შეძლებს, რომ საკითხები არ იყოს ძალიან
დაწურული და შინაარსისგან დაცლილი, ანუ მოიხსნას ერთ საერთო დენომინატორზე საკითხების დაყვანის საჭიროება და ასევე ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობაზე კენჭისყრის წესის გამოყენება მანამდე ტრადიციულ სამთავრობოთშორისო სფეროებში, რა თქმა უნდა, გაზრდის უმაღლესი წარმომადგენლის და ვიცე-პრეზიდენტის როლს ევროკავშირის ისეთ პოლიტიკებში, როგორც არის მაგალითად საგარეო და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა. თუმცა მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც აწუხებს წევრ სახელმწიფოებს და რის გამოც ჯერჯერობით არ ხდება ევროკავშირის ინსტიტუციონალური წესების რეფორმირება. სანამ უარყოფით მხარეებს მიმოვიხილავდეთ, აღვიდგინოთ, ან გავიხსენოთ, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. კენჭისყრის ამ ფორმატში საჭიროა ეგრეთ წოდებული ორმაგი უმრავლესობა, რაც გულისხმობს, რომ იმისთვის, რომ საკითხი მიღებულ იქნას, საჭიროა წევრი ქვეყნების 55%-მა დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ საკითხს, რაც 27 ქვეყნის პირობებში წარმოადგენს 15 სახელმწიფოს და ასევე მეორე უმრავლესობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, გახლავთ ის, რომ ეს სახელმწიფოები უნდა წარმოადგენდნენ ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს. შესაბამისად, QMV-ს აი ამ ფორმატის გათვალისწინებით ზოგიერთი ქვეყანა ვარაუდობს, რომ მთლიანად QMV-ზე გადასვლა დაასუსტებს ევროკავშირის ერთობას, ასევე შეამცირებს პატარა ქვეყნების როლს ევროკავშირში სხვა საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან, რა თქმა უნდა, დიდი სახელმწიფოები უფრო სწრაფად მოიცავენ მოსახლეობის საჭირო რაოდენობის კომპონენტს და ამიტომ მცირე ქვეყნები შეიძლება ხშირად აღმოჩნდნენ გადაწყვეტილებაში აუთსაიდერის როლში. და ასევე ივარაუდება, რომ საკითხები, რომელიც ერთსულოვნად არ არის გადაწყვეტილი, შეასუსტებს ევროკავშირის დემოკრატიული ლეგიტიმაციის იმიჯს და იდენტობას. აი სწორედ ამ დადებითი და უარყოფითი საკითხების გათვალისწინებით, ჯერჯერობით წევრი სახელმწიფოები, მათ შორის ინსტიტუტები, განსაკუთრებით ევროპარლამენტი, მოუწოდებენ იმისკენ, რომ ხელშეკრულებებში უკვე არსებული გამოსავალი იყოს გამოყენებული, რაც გულისხმობს იმას, რომ წევრმა სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყონ ჩემს მიერ უკვე ახსნილი კონსტრუქციული თავისშეკავების პრინციპის გამოყენება და ნებისმიერ კრიტიკულ შემთხვევაში, სადაც მათ სჭირდებათ, რომ შეინარჩუნონ ხმის მიცემის ერთსულოვნება, აქტიურად გამოიყენონ ამავე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საგანგებო მუხრუჭი. დასკვნით ნაწილში მიმოვიხილოთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტები. დღემდე ევროკავშირმა სულ 3 ასეთი დოკუმენტი გამოსცა. პირველი გახლდათ უსაფრთხო ევროპა უკეთეს მსოფლიოში, ეს გახლდათ 2003 წლის დოკუმენტი, ეს გახლდათ პირველი სტრატეგიული დოკუმენტი. შემდგომი დოკუმენტი ძლიერი ევროპა 2016 წელს გამოიცა, ხოლო უახლესი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი გამოიცა 2022 წელს და მას ეწოდება სტრატეგიული კომპასი უსაფრთხოებისა და თავდაცვისათვის. 2003 წელს ევროკავშირის მიერ გამოცემული დოკუმენტი, შედარებით მოკრძალებული დოკუმენტი გახლდათ, ის სულ 14 გვერდიანი იყო და მომზადდა უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანას ლიდერობის დროს. ამ დოკუმენტში ევროკავშირმა პირველად ჩამოაყალიბა საერთო საფრთხეები და დაადგინა მკაფიო მიზნები ევროკავშირის საფრთხეების ინტერესის წინსვლისთვის ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე. მომდევნო სტრატეგია 2016 წლის 28 ივნისს გამოიცა. ის იყო მიღებული უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინის პერიოდში
დოკუმენტი იყო 60 გვერდიანი, მან ჩაანაცვლა წინა სტრატეგია და განსხვავებით წინა სტრატეგიისგან, ამ დოკუმენტში საუბარი იყო ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიაზე, რაც გულისხმობდა ევროკავშირის უნარს დაიცვას ევროპა და იმოქმედოს მის სამეზობლოში ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების გარეშე. ასევე ეს გახლდათ პირველი ევროპის გლობალური სტრატეგია და შედარებით ამბიციური დოკუმენტი იყო წინასთან განსხვავებით. თუმცა ამ დოკუმენტს ჰქონდა თავისი ძლიერი და უარყოფითი მხარეები. ძლიერი მხარე იყო ის, რომ დოკუმენტმა გამოკვეთა ახალი საყოველთაო კონცეფცია, რაც გახლდათ მედეგობა და ეს მედეგობა მიემართებოდა სახელმწიფოებს, საზოგადოებებს, მეზობლებს და პარტნიორებს. ასევე აღნიშნული იყო საჭიროება, რომ არასტაბილურობაზე რეაგირების გეოგრაფიული ბალანსი ყოფილიყო დაცული აღმოსავლეთიდან სამხრეთით და არ ყოფილიყო აქცენტი მხოლოდ ერთ რომელიმე რეგიონზე. ასევე გატარებული იყო პრაგმატული ხაზი, ანუ დოკუმენტი ხაზს უსვამდა ნორმატიულ და გეოპოლიტიკურ დღესწესრიგებს შორის ბალანსის მნიშვნელობას და ამრიგად მოუწოდებდა ევროკავშირის სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისკენ, თუმცა ამავდროულად აქცენტს აკეთებდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე და განსაკუთრებით ნატოზე. თუმცა ამ დოკუმენტის ნაკლოვანება გახლდათ ის, რომ არ აჩვენა მკაფიოდ ფორმულირებული ნათელი ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელიც აღმოფხვიდა უფსკრულს ამ სტრატეგიულ ამბიციებსა და ვალდებულებებს შორის, ისევე როგორც უფსკრულს ევროკავშირის ღირებულებებსა და ცალკეული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს შორის, ასევე აღმოფხვიდა დიდ განსხვავებებს ზოგ საკითხებთან დაკავშირებით წევრ ქვეყნებს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპული საბჭო ამ დოკუმენტს მხოლოდ მიესალმა და ოფიციალურად არ მიუღია, რაც აჩვენებს თუ ჯერ კიდევ რამდენად დიდი არის სხვაობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში სუპრანაციონალურ და სამთავრობოთა შორისო მიდგომებს შორის და მათ შორის ბალანსის ძიება ჯერ კიდევ მიმდინარე საკითხი და გამოწვევა გახლავთ. ევროკავშირში ინსტიტუციური რეფორმის და გამოწვევების პარალელურად აღსანიშნავი არის გეოპოლიტიკური დღესწესრიგი, რომელიც ცვალებადი და კრიზისებით ახსავსეა. ამას კი ბორელმა 2019 წელს პოლიკრიზისი უწოდა. ეს არის კრიზისი, რომელიც ხასიათდება არაერთი გამოწვევით, მაგალითად კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისი, მიგრანტთა კრიზისი და ამის ფონზე ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება, რასაც თან ერთვის მულტიკულტურალიზმის კრიზისი და დეევროპეიზაციის ტენდენციები, რაც არათუ ევროკავშირის მომავალი რეფორმების დაჩქარების წინაპირობას ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს არსებული წესების ღირებულებების და დათქმების მიღწევისთვის. სწორედ ამიტომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაც დგას გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებზე პასუხად ევროკავშირი, როგორც მომავალი ძალა, იოსებ ბორელის აზრით, უნდა გახდეს გეოპოლიტიკურად რელევანტური და ისწავლოს ძალის ენით საუბარი. მომდევნო ვიდეოში შემოგთავაზებთ ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმოხილვას და ასევე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის საკითხების მიმოხილვას. ახლა კი დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით.